მოგესალმებით, ძვირფასო კოლეგებო, პატივცემულო ჟურნალისტებო, აპარატის თანამშრომლებო, მოგესალმებით, დავიწყოთ დღევანდელი ბიუროს სხდომა. დღეს არის 2012 წლის 14 მაისი, ორშაბათი, შესაბამისად გეგმიური ბიუროს სხდომა გვაქვს. უბრალოდ ცოტა არასტანდარტულ დროს დავიწყეთ, გამომდინარე იქიდან, რომ ბიუროს წევრების დიდი ნაწილი იმყოფებოდა ბათუმში, ჯერ ეუთოს ეკონომიკურ კონფერენციაზე, შემდეგ იყო ასევე სემინარი, სადაც განიხილებოდა ახალი რეგლამენტის პროექტი და ფრაქციები და კომიტეტები მონაწილეობას იღებდნენ ამ განხილვაშიც. ძალიან მოკლედ ვიტყვი კიდევ ერთხელ, რომ ის რაც ბათუმში ხდებოდა ამ დღეების განმავლობაში ძალიან პოზიტიური და მნიშვნელოვანი იყო პარლამენტისთვისაც, ქვეყნისთვისაც, როდესაც დაახლოებით 200 პარლამენტარი ევროპის და ეუთოს სხვადასხვა წევრი სახელმწიფოებიდან იყო ჩამოსული საქართველოში და მსჯელობდა საქართველოს მაგალითზე, როგორც ეკონომიკური რეფორმების ერთ-ერთ წარმატებულ ნიმუშს. ეს იყო ძალიან პოზიტიური, ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის. გარდა ამისა, ასევე შევეხები იმ სემინარსაც, რომელიც იქ მიმდინარეობდა, სადაც რეგლამენტის პროექტი იყო განხილული ყველა ფრაქციის მონაწილეობით, ყველა დაინტერესებული კომიტეტის მონაწილეობით და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი გახსნილად მიმდინარეობს და ყველას აქვს მასში მონაწილეობის საშუალება. სანამ გადავალ დღის წესრიგზე, მე ბუნებრივია არ შემიძლია არ შევეხო იმ ტრაგიკულ მოვლენებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა თბილისში, გუშინ. მე პირველ რიგში გამოვხატავ ჩემს ღრმა მწუხარებას, ჩემი და ალბათ ყველა თქვენგანის სახელით ღრმა მწუხარებას გარდაცვლილთა დაღუპულთა ოჯახების, მათი ოჯახის წევრების მიმართ და მინდა ასევე გამოვხატო ჩვენი თანაგზნობა და თანადგომა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც დააზიანა სტიქიამ თბილისშიც, კახეთშიც, დუშეთშიც, წუხელი ასევე ხულოში, მაღალმთიან აჭარაში შეიქმნა პრობლემები. სამწუხაროდ პროგნოზი ახლაც არასაიმედოა და ისევ წვიმაა გამოცხადებული. მე თვითონ პირადად ვიყავი დღეს ჩასული კახეთში, გურჯაანში, სადაც ვნახე სოფლები, რომლებიც დააზიანა წყალდიდობამ, წვიმამ და შესაბამისად წარმოქმნილმა მეწყერმა. მინდა გითხრათ, რომ ნამდვილად 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ყველა სახელმწიფო სამსახური, სამაშველო სამსახურიც, ადგილობრივი ხელისუფლებაც, საგზაო დეპარტამენტიც. ძალიან ბევრგან პრაქტიკულად უკვე გამოსწორებულია წყლის მიწოდება, პრაქტიკულად მოიხსნა ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა, ყველაფერი ის რაც შეიქმნა ამ სტიქიური უბედურების შედეგად და ასე გაგრძელდება. რა თქმა უნდა, ეს ზარალი დიდია, ზიანი დიდია, მაგრამ აუცილებლად აღვადგენთ ინფრასტრუქტურასაც. შექმნილია მათ შორის კომისია, რომელიც მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს სწავლობს და შემდეგ, როდესაც გვექნება საბოლოო სურათი, უკვე ვიმსჯელებთ მოსახლეობის დახმარებაზეც. ამიტომ ბუნებრივია, რომ დიდი ზარალის მიუხედავად სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს მოქალაქეების დასახმარებლათაც და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენათაც. ისევე მეორებ, მთავარი ტრაგედია არის ის, რომ ჩვენ გვაქვს მსხვერპლის სტიქიური უბედურების შედეგად უთანაგზნობ მათ ოჯახებს, დანარჩენი ვინც დაზიანდა, მაგრამ ცოცხლად გადარჩა, მაქსიმალურად გვერდში დაუდგებით და დავეხმარებით ყველა ასეთ ოჯახს და ყველა ადამიანს.